გადავწყვიტე სრულიად მოწყდა ცივილიზაციას და 24 საათი გავატარო უღრან ტყეში, ტელეფონის გარეშე. ბუნება ლამაზია, დამოუკიდებლად საშიშიც. მაგან შეიძლება მოხლოს. აქ ყველაფერი მშვიდად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში საფრთხე ყველგანაა. დათვი იყო მეგობრებო, დათვის ხმა იყო იქით. კლები, დათვები, ყინვა, სიბნელე. ეს ის ბუნებაა, რომელიც არ გაპატიებს შეცდომას. ჯერ არ ვიცი რა მელის წინ, გადარჩენა თუ დანებება. დაალაიქეთ ვიდეო და დავიწყოთ. ჩემი გეგმა იყო თბილისიდან ახალ სოფელში ჩასვლა, აქედან კი ნეძვის ტყეში შესვლა, 20 კილომეტრის ავლა და შუანოს თავშესაფარში დარჩენა. თუმცა გზა თუ ამრავი დაბრკოლება შეხვდა, რასაც ვიდეოში ნახავთ. 3 საათიანი გზავრობის შემდეგ ჩამოვედი ახალ დაბაში. ძალიან ცივა მეგობრებო და პირველ რიგში ხა ჩვენ უნდა ვიპოვოთ მაღაზია, იმიტომ რომ საჭმელი ვაფშე არ გვაქვს და როგორც იცით ადამიანის სხეული მანდამეს დიდხანს ვერ ძლებს წყლისა და საჭმელის გარეშე, ამიტომ პირველ რიგში უნდა მოვძევნოთ მაღაზია და აქ მაღაზია არცად არ ჩანს. ასეთი სოფელია მეგობრებო. 10 წუთის შემდეგ მივაგენით ერთ მაღაზიას, თუმცა აუ ჩაკეტილია. ალბათ ისოდი ვქენით რომ თბილისში არ ვიყიდეთ ჩვენ საკვები და ესე ვით რაღაცები კიდე მოჩენს. გონი იქნება მხელა სოფელში ერთი მარკეტი როგორ არ იქნება. რადგან ტელეფონს არ ვიყენებდით ამ მოგზაურობაში, ეს ყველაფერს არ თულებდა. ამიტომ გადაწყვეტეთ ადგილობრივებისთვის გვეკითხა თუ სად შეიძლება მაღაზიის პოვნა. მაღაზია არის ერთი 9 კილომეტრში მარჯვენა მხარეს. სტეკლიანი, კაი. გონი გადავრჩით 9 კილომეტრში იქნება მაღაზია. რადგან ტელეფონს არ ვიყენებთ, ცოტა რთულია რაღაცებს მივაგნოთ. ახლა ხვდები, რაც გზნობდნენ ადრე ადამიანები. ამ მომენტში საინტერესო ინციდენტიც მოხდა. ლექსი არაფერს არ შემოშვა. Tom შვიდი ჯიგარო. შედი. მადლობა. ყლებს გეშინი როგორ შევატყვე. სეფთხრეს თავი გარსტკივა, ანდა რა ახლა კბილი გამკრას მოგვიწევს 1000 სიარული აქედან. სამშობლოს ცოცხლები ჭირდებით. ტყეში გადაადგილება ძალიან საშიშია, ამიტომ თან მახლავს ნიკა, რომელიც 4 წელზე მეტია, გიდია და გამოცდილებაც საკმარისი აქვს. თუმცა ის ამ ტყეში ნამყოფი არ არის და ჩვენთვის უცნობ ადგილას მივდივართ. გზად ბიჭებმა მიცნეს და გადაწყვეტეს დაგხმარებოდნენ. აგერ მანქანამ გაგვიჩერა ახლა. გვიმართლა ცოტა ხანი ფეხით სიარული არ მოგვიწევს. ეს ადამიანები ახლა მივიყვანენ მაღაზიამდე. შევიძინოთ რაღაცა პროდუქტები მე ზევით ასასვლელად. მაღაზიაში ვიყიდეთ საჭირო პროდუქტები და გავეშურეთ ნეძვისკენ. ასევე რეინჯერების საგუშაგოზე გავიარეთ რეგისტრაცია. გარეული ცხოველები არიან ზევით? ყველაზე საშიში რომელი ცხოველია? დათვი, გორიც, შველი. შველის ნაკლებად უნდა მეშინოდეს, ხო? რეალურად აქ ვერც კი ვიაზრებდი, რამდენად საშიში შეიძლება ყოფილიყო ეს ადგილი. ამასობაში კი ბიჭებმა 3 კილომეტრი გაგვატარეს მანქანით და აქ უფრო გამძაფრდა ჩემი შიშები. ისე შეხვედრია თქვენ ცხოველები? აქაც, და სამი იარაღი დადია ხალხი უდავსო. მელა არის? არა და რა გოქა. უნდა იმასა. ანა უყირო რაღაცა. დანით არ ამგონია დაცმოვერიო მე, მაგრამ როგორ შეხვდება? აბა გაიხარეთ, კაი დღე. ხო გამოგვაჩინი უთუ. რა თქმა უნდა, ზო. ნეძვის აკვეთილში არის 4 ყველაზე სახიფათო ცხოველი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გადაგვეყაროს. ერთ-ერთი მათგანია კავკასიური ლეოპარდი, იგივე პანტერა. ის ძლიერი და სწრაფი მტაცებელია, მხოლოდ ერთი დარტყმით შეუძლია მსხვილი ცხოველის განეიტრალება. მურა დათვი, რომელიც განსაკუთრებით საშიშია ბელებთან ერთად და როგორც ბიჭებმა გვითხრეს, ახლა გამრავლების სეზონი აქვთ. ასევე მგლები, რომლებიც განსაკუთრებით საშიშები არიან, ოდესაც ჯგუფურად გადაადგილდებიან და ტახი, რომელიც შეიძლება საშიშად საერთოდ არ მიგაჩნდეთ, თუმცა ტყეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტევები სწორედ გარეულ ტახზე მოდის. მე რა მაშინებს იცი? იმ კაცმა თქვა აქ 3 იარაღით დავდივართ ხალხი. და რა ვიცი, მართლა რომ რაღაცა ცხოველი შეგვხვდეს. იქ რეინჯერებმაც მითხრეს, რომ ისა გამრავლების პერიოდიაო და უფრთხილდითო ცხოველებს რა. და იმედია რამე გარეული დათვის ან ტახისებრი რამე არ გადაგვაწყდება გზად. გზად ასე შეხვდა ვიღაცის საფლავი. რომელიც 2012 წელსაა გადაცვლილი. საინტერესოა. თუ იცით რამე ისტორია ამ ადამიანის შესახებ დაწერეთ კომენტარებში. ტყის დასაწყისში შეხვდა რამდენიმე ფერმა, სადაც ნაკლები საფრთხე იყო ცხოველების, რადგან აქ ხალხი ცხოველეობას ეწევა და ცხოველები მსგავს ადგილებს არიდებენ თავს. აქ არის პატარა სახლი, უბრალოდ სახლები და სავარაუდოდ აქ მეცხოველეობას ეწევიან. ძროხებს რაღაცებს პატარა ფერმასავითაა. ჩვენ კიდე უნდა გავსწრეთ ამ ადგილებს და იქ სადღაც შუაგუმთაში შევიდეთ. Hadi.
ძაღლები მენა ძალიან გადაგვეკიდნენ. სახს არა უშავს. არა მგელი დათვი. დურამელა. ნახევარი გზა გამოვიარეთ. 11 კილომეტრი გადაგვრჩა. დაახლოებით 4 საათის სავალია რა. რეალურად მე ვერ აღვიქვავდი ჩვენი გზის სიდიდეს. ყველაზე დიდი მანძილი მე რაც გამივლია იყო ბადეთის ტბა, რომლის მანძილი დაახლოებით 3 კილომეტრია, ხოლო ახლანდელი გზა იყო 20 კილომეტრი, რაც ბადეთის გზაზე 7-ჯერ დიდია, რაც მოგვიანებით დიდ პრობლემებს შემიქმნის. რა დაახლოებით ვფიქრობ 9 კილომეტრი გამოვიარეთ. 9-10 კილომეტრი. და ახლა იწყება, რასაც ქვია უღრანი ტყე. ამასობაში კი მოვადეკით ერთ-ერთ უცნაურობას, რაც ამ ტყეში შეგვდა. აი რაღაცა გაურკვეველი ნანგრევებია. რაღაცა ნანგრევებია ქვისგან. მოდი შევამოწმოთ. რას ფიქრობ, რა შეიძლება რა იყოს? ხე? კაი დიდი ყოფილა მგონი ეკლესიაა ძველი? აქ შესასვლელიც აწამშევიდეთ. ახლა აქ შესასვლელია და ხატები და რაღაცეები. აქ ადრე იყო სავარაუდოდ კი არა ეკლესია იყო და აქ შემორჩენილი ასეთი ნანგრევები. თითოს ანთელს დავანთებთ და ავალთ. ამ ეკლესიაზე ინტერნეტში ვერაფერი მოვიძიე. შემოსასვლელი აქედან ყოფილა. ეს ძველი ის არის. სულ მინდოდა რომ ასე არის დამერეკა. თუმცა ეკლესია ნამდვილად ძველია. აქვე ვნახეთ ერთ-ერთ საფლავის ქვაზე საინტერესო ტექსტიც. ომში გადაურჩი ტყვიას, ტყვეობას, შიმშილს, ყინვას. სახში მოსულს კი არაკაცის მიერ მოსყიდულმა ბანდიტმა. მოპარვით ზურგში. ხარ გონია თავი რაღაცა ძველ ცივილიზაციაში რაღაცა. გონია რომ წარსულში მოგზაურობ რა. ეგეთი შეგრძნება გამიშთა ყოველ შემთხვევაში მე რა. ძალიან საინტერესო რომ ამ ადგილს მოვაგენეთ. სრულიად შემთხვევით რაღაცა ნანგრევები გვეგონა და ამის შემდეგ გავაგზავნეთ გზა, თუმცა გზაში უამრავი ცხოველის ნაკვალევი შეხვდა, რაც იმაზე მეანიშნებდა, რომ შორი ახლოს აქ ცხოველები იყვნენ. აი ეს მოჭველი დათვია. ნახე? აი ეს. ხო და შეხედე ამას. ნახე რა მხელა. და როგორ კარგად არის გამოკვეთილი თითები. რაც უფრო ხმად შევდივარ ტყეში, მით უფრო მეტი ნაკვალები გვხვდება. უეჭველი დათვია. შეხედე აი კლანჭებიცა აქ გამოკვეთილი. აი ნახეთ. თათები და აი კლანჭები აი ამ ადგილას. მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა რომ ჩვენ ზუსტად იმ მიმართულებით მივდივართ, სადაც ეს არსება მიდიოდა. შენ ესე რას ფიქრობ ის ნაკვალები შეიძლება ყოფილიყო? ძალიან გავდა დათვის ნაკვალევს, საკმაოდ დიდი ზომის იყო და თითების კარგად იყო გამოკვეთილი. ო თან ახლა ტყეში ძალიან აღმათ ვართ უკვე შემოსულები. შველელიც არავინ იქნება რამე რო იყოს. აქ ტელეფონიც გამოყენებაც რო დავჭირდეს, ვერ გამოვიყენებთ, იმიტომ რომ ამ ადგილას საერთოდ არ იჭერს ტელეფონს. ამ ყველაფერს ემატებოდა ის ფაქტი, რომ ჩვენ თავის დასაცავად მხოლოდ ხლაპუშკები გქონდა და უნდა ყოფილიყავით იმ იმედზე, რომ თუ კი ცხოველი გამოჩნდებოდა, მას ხმით შევაშინებდით და ცოტა ხანში ასეც მოხდა. ყოველი ხმა იყო. აი სანთებელი მომეცი მაინც რომ თუ რამე სწრაფად ავაფეთქო და დავაფეთქო, რა. ნამდვილად არ მინდა დღეს კერძი გავხდა. ხალხო მხოლოდ დასაფეთქებლეს იმედად ვარ, წამოსულები არც დანა გვაქვს, მით უმეტეს არც იარაღი საიდან გვექნება თავისთავად. მხოლოდ ამის იმედად ვარ. ეს შარშანდელებია, იმედია იმუშავებს და არ არის დანესტიანებული. ნაკვალები გვხდება. შეიძლება ითქვას, რომ დათვის კვალ და კვალ მივდივართ. იმედია ბუნაგში არ მივაკითხავთ. ამასობაში კი მოვადეკით კიდევ ერთ საინტერესო ადგილს ამ ტყეში. ეს საინტერესო ადგილას მოვედით ახლა. თქვენი აზრით რა შეიძლება აქ საინტერესო იყოს იმის გარდა რომ წყალი მოდის. აი ახლა თქვენ თუ subscribe-ის ღილაკს დააჭერთ ხელს, ან ლაიქის აქ მოხდება სასწაული. მიდი გელოდებით დააჭირეთ. ახ შერი მეშინი. ოჰო ხელი. აუ რა მაგარია. ოპა, რამხელა ცეცხლი დაინდო. ნახე, ჩავიდა, ჩაიწვა. გონი გავაფუჭე, მე წყალი აღარა შიგნით. სუგაზი ესა, ხო არ აფეთქდება ან რამე. აი, ძალიან ბევრი ის მინახია ვიდეოები, ასე წყალს როგორ უკიდებდნენ ცეცხლად ჩემი თვალით ვახე. ძალიან ასწორებს რა, ინტერნეტში ხდებოდა ხშირად ესეთი ვიდეოები. დამხლელი 3 კილომეტრის შემდეგ გავგეთ დათვის ხმა. აი, ესეთი გზა გამოვიართ, იქ უეჭველი დათვები ჭამდნენ ვაშლებზე რაღაცებს. ამის შემდეგ სწრაფად გამოვიცალეთ იმ ადგილს. საშინლად განადგურებული ვარ. აი არ ვიცი. ალბათ 1 საათია საათნახევარი მოვდივართ. ვიდეოსაც ვერ ვიღებ ისევ რომ რა ვილაპარაკო ეგეც არ ვიცი. ცუდა თუ არა საცხვია. ბოლო ენერგიები მაქვს. და იმედია დაბნელებამდე მივალთ. ძალიან ცუდად. ასეთ სისულელებს ვაკეთებ ვიდეოებისთვის და ერთი კომენტარს გონი ვიმსახურებ. აი მაგალითად, ვა შოთა დაც შენი შეეშინდა. მე გაიქცა, იცოდა რომ მოერეოდი. იმ ხელაზე ამოვედით უკვე. აქ თოვლიც კია.
მჯეროდეს რომ მოვახციეთ. თავშესაფარში ამოსულს კიდევ ერთი პრობლემა შეგვექმნა. აუ, ჩემი კაი. აქ სუფთა წყალი არ დაგვთ. უწყლოდ დავრჩით. რაც იმას ნიშნავდა, რომ საჭმელს ვერ გავაკეთებდით. ნიკამ გადაწყვიტა წყალი გადაედუღებინა. მე კი თავი შევიკავი წყლის დალევისგან, რაც იმას ნიშნავდა, რომ 2 დღე უწყლოდ მომიწია გაძლება. ვარ ჩაიყანო მაგრამ. მაჩნები ტრები კი არის ინჟინერი. ჭორტლი. გამე წყლის დალევის გარეშე დავიძინე. დილით კი ასეთი წიგნი ვიპოვე. ამ კოდეთში ვნახე ასეთი წიგნი, სადაც აქ მოსული დამსვენებლები წერენ სხვადასხვა მოგონებებს და თავიანთ გამოცდილებებს და აი რას დავწერდი მე ამ წიგნში. თუ ამ ადგილას მოხვედი, ესე იგი არ დანებდი. ეს გზა მარტივი არ იყო, არც ფიზიკურად და არც გონებრივად. შეიძლება გზაში შეგეშინდა, როგორც ჩვენ შეგვეშინდა, როცა ტყეში დათვისხმა გავიგონეთ. შეიძლება წყალი არ გქონდა, როგორც ჩვენ არ გქონდა. შეიძლება მარტო არ იყავი, მაგრამ მაინც მოგიწია საკუთარ თავთან შეხვედრა და მიუხედავად ყველაფრისა, გზა გააგრძელე. ცხოვრება ზუსტად ესაა, არა კომფორტი და სიმარტივე, არამედ ნაბიჯის გადადგმა მაშინ, როცა არ იცი რა გელის წინ, მაგრამ შენს გვერდით არიან ადამიანები, ვისთან ერთადაც ამ ნაბიჯის გადადგმა ღირს. ძალა მარტოობაში კი არა, ერთად გადალახულ სირთულეებში იბადება. შენ უფრო ძლიერი ხარ ვიდრე ფიქრობ, უბრალოდ არ გაჩერდე.